უკვე მესამე დღე აჭარაში საკადრო ცვლილებების თემა აქტუალობას არ კარგავს. განიხილება მთავრობისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხიც. დღეს არჩილ ხაბაძეს მთავრობის გადაყენება და ხელახალი დაკომპლექტებაც კი შესთავაზეს. როგორია პროცედურები ამ შემთხვევაში და რას ფიქრობს აჭარის მოსახლეობა? იმოქმედებს თუ არა მათთვის სასიკეთოდ საკადრო გადაადგილებები? საბა გუჯაბიძე საუბრობს ბათუმიდან. უმაღლესი საბჭოს მსგავსად აჭარის მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოები არიან ბათუმელებიც, როგორც ჩვენ თან საუბარში ისინი აცხადებენ, მიმდინარე დაპირისპირება მხოლოდ იმას მოწმობს, რომ კლანური მმართველობა აჭარაში კვლავ გრძელდება. ისინი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში აჭარაში არც ერთი სოციალური პროექტი არ დაწყებულა და მათ მდგომარეობა არ გაუმჯობესებიათ. ერთი კლანი მოვიდა, მეორე წავიდა, მესამე დამთავრდა ამით, მეტი არაფერი არ შეცვლილა. მე შეიცვალა თუ? ისეთ არა მიმდინარეობს ყველაფერი როგორც იყო. ყოველთვის დაპირისპირება არ არის სასიამოვნო. დათხოვნა მით უმეტეს, იმიტომ რომ თუ ერთხელ ნდობა გამოუცხადეთ, იმას უნდა მისცეს საშუალება, რომ იმუშაოს. ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია. მთავრობა არ მუშაობს დაბალი წვის, მუშისა და გლეხის საკეთილ დღეოდ. ორივენი მინისტრთა საბჭოც უზენაესი საბჭოც ცდილობენ მათ წელიწადში როგორ გახდნენ მილიონერები. აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს შორის მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით დღეს პირველი კომენტარი გააკეთა მურმან დუმბაძემ, როგორც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი აცხადებს, ის არ აპირებს ჩაერიოს აჭარის შიდა საქმეებში, თუმცა ის მოუწოდებს არჩილ ხაბაძეს, რომ მოახდინოს მთავრობის დათხოვნა და ახალი მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად, როგორც დუმბაძე მიიჩნევს, ეს იქნება ერთ-ერთი გამოსავალი ამ კრიზისული ვითარებიდან. თუმცა ამის პარალელურად უმაღლესი საბჭო განაგრძობს მთავრობისათვის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას. ჩვენთვის როგორც ცნობილია, ამ საკითხის განხილვა უმაღლეს საბჭოში მოხდება უახლოეს დღეებში. პრემიერ-მინისტრმა შესაძლებელია ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავლის ვარიანტის მოძებნა და ერთ-ერთი ასეთი არის პოლიტიკური კომპრომისი, ანუ არჩილ ხაბაძემ გადააყენოს მთავრობა და ხელმეორედ წარუდგინოს აჭარის უმაღლეს საბჭოს ახალი შემადგენლობა. მე ვფიქრობ, რომ დეცენტრალიზაციის უფრო მაღალი დონის მისაღწევად საჭირო არის კონსტიტუციაში ცვლილება და აჭარის ნომერ პირველი პოლიტიკური პირი უნდა აიჩიოს აჭარის მოსახლეობამ. მე მაქვს სერიოზული არგუმენტები, რომელსაც დავაყენებ თანამებრძოლების წინაშე, ფრაქციის წინაშე, უმაღლეს საბჭოს წინაშე და მე მაქვს იმედი, რომ უმაღლეს საბჭო დამიჭერს ამაში მხარს. პროცედურა, რომელიც უკვე დაწყებულია და რომელიც თავისი შინაარსით სამართლებრივზე უფრო მეტად გახლავთ პოლიტიკური პროცესი, ეს პროცესი დაკონკრეტება ამ პროცესისადმი ფრაქციის მიდგომა ალბათ 1-2 სექტემბრისთვის და მე ვარაუდობ, რომ ის აუცილებლად გაგრძელდება. აჭარის მთავრობის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია არჩილ ხაბაძე, თუმცა ჩვენ დაუკავშირდით მის პრესამსახურს, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ დროისათვის მიმდინარეობს კონსულტაციები, გაკეთდება თუ არა ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება. საბა გუჯაბიძე საუბრობდა ბათუმიდან.